არასოი გამართლება არ მაქვს. ვიღაცეები, დედაჩემიც კი, მეუბნებიან, საკუთარ თავს არ გავდი, შენი მოძრაობებიც სხვანაირი იყო, რაღაც გჭირდაო. მე კი ვპასუხობ, არაფერი, უბრალოდ დავმარცხდი. ვიგზენი რომ მერაბმა ძალის კუთხით მაჯობა. ზოგ პოზიციაში ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო. ზუსტად არ მახსოვს რამდენჯერ, მაგრამ ვიცი რომ ბევრჯერ დამაგდო, ბევრჯერ გალიის კედელთან. არ მინდოდა მაღლა ავეწიე. გახსოვთ ჰენრი რომ ჰაერში აწია. ძალიან არ მინდოდა ეს ჩემთან გაეკეთებინა. კიდევ ერთი რაუნდი რომ მომეგო, გამარჯვებას მე მომცემდნენ. ეს ძალიან უცნაური სიგიჟეა. ამ მარცხმა ძალიან არაკომფორტული შეგრძნება დამიტოვა, მაგრამ დროის განმავლობაში ესეც გაივლის. თავარია მივყვეთ ჩემს რუტინას. კარგი იქნება სათანადოდ შევისვენო ბრძოლებისგან და ჯანმრთელობას მივხედო. ყოველთვის არის პატარ-პატარა რაღაცები, რაც გაწუხებს. დავისვენებ და ჯანმრთელი დავბრუნდები. შემდეგი წლის ივნისი-ივლისამდე ჯგუფს არ ვაპირებ. თუ მოგეწონა ვიდეო, სტავა ლაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგრჩეს შემდგომი სიახლე.